ნიკა მელიას მივესალმები, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა ნიკა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. ნიკაც ვნახეთ დღეს სხვათა შორის დილით სასამართლო პროცესზე. ერთმანეთის სასამართლო პროცესებზე სიარული, რაღაც პოლიტიკური ნადირობის სეზონი ახსენა პატრი ჯაფარიძემ, რომელიც სხვათა შორის კარგი მონადირეაო, ამბობენ, მე კი არ მიყვარს დიდად ნადირობა და მონადირეები, მაგრამ პირველ რიგში მინდა გკითხოთ, ეს იყო თქვენი სტრატეგია ხო გავთხოვე ჟურნალისტები ერთმანეთის საავტორ გადაცემებში ველაპარაკებით ერთმანეთს. ხო. დაახლოებით ისე. დაახლოებით ისე ხართ ერთმანეთის პროცესებზე. კარგი, მე მაქვს ასეთი კითხვა. დღეს დავინახე სალომე ზურაბიშვილთან მიღებაზე თამარ კორძაია, ნიკა მაჭუტაძე. ჩვენი ბლოკის წევრები. კი ბატონო, ბლოკის წევრები და არა პარტიის წევრები. ეს რაღაც სტრატეგია იყო? ჩვენი პარტნიორი მეგობრები ბლოკის წევრები, რა თქმა უნდა. მე პირადადაც მივიღე მოპატიჟება სატელეფონო ზარით ხალბატონი ზურაბიშვილის წარმომადგენლისგან. მე მას მადლობა შეუთვალე. მას შემდეგ რაც გავერკვიე, რომ არის წმინდა წლის სახალხო საღამო იქნებოდა დიალოგის ფორმატი არც ვერ შედგებოდა. მადლობა გადავიხადე. დიალოგის ფორმატი რომ ყოფილიყო, დიახ, რა თქმა უნდა, მადლობა შეუთვალე. და რა თქმა უნდა, მზადყოფნა გამოვთქვით, მათ შორის საჯაროდადაც, მაგრამ უშუალოდ ვთხოვე რომ ისთვის გადაეცათ, რომ შემდეგ შეხვედრებში, როდესაც უშუალოდ დაიწყება და არ ვქვით ის ინიციატივის ხორჩესყო, რომელიც გააჟღერა ხალხმა ზურაბიშვილმა თუ მოლაპარაკებები, რაც გინდა დავარქვათ, იმ პროცესს, რომელიც იწყება, რამდენად შედეგზე გამსვლელი იქნება ეს პროცესი, სხვა საკითხია, ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ იქ რა თქმა უნდა, უშუალოდ მეც პირადად მივიღე მონაწილეობას სიამოვნებით. ვინაიდან ვალდებულება არის, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ხარ, მცირეოდენი შანსიც, თუ კი თუნდაც თეორიული შანსიც, თუ კი არსებობს, უნდა ეცადო, რომ პრაქტიკულ რეალურ შანსად აქციო და რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყოთ, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოჩნდება, რამდენად ნაყოფიერი შეიძლება გახდეს. ზამთარი ხა როგორც ასეთი მე რა დავინახე და რა დაინახა ძალიან ბევრმა ადამიანმა ხო ხა და მისასალმებელია რომ ხალბატონი ზურაბიშვილი ხედავს რომ ქვეყანაში არის კრიზისი. აღწერილობა ქვეყნის ემთხვეოდა თუ არა მან დაინახა რომ ქვეყანაში არის კრიზისი, მე ამინდა თქვა რომ აღიარა რომ ქვეყანაში არის კრიზისი და როგორი კრიზისი, არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არა ეკონომიკური, მათ შორის დაწუნებული ვარ გულისხმობდა ეპიდემიოლოგიურსაც და ეკონომიკურსაც და ასე შემდეგ მრავალ მხრივს ხო? ანუ იშვიათად მოგისმენიათ ალბათ თქვენ მისგან ის რაც დღეს მოვისმინეთ რაც იძლევა მთელი მინდა შეფასებები შევიყო იძლევა მცირეოდენი ოპტიმიზმის შესაძლებლობას მე დაწუნებული ვარ ხალბატონ ზურაბიშვილი ნაფიქრი აქ და 24 საათში არ მიუღია ეს გადაწყვეტილება და თუ კი მას ნამდვილად სურს და მე მინდა ჯეროდეს სურს შედეგიანი იყოს ის პროცესი, რომელსაც იგი სათავეში უდგება და რომელსაც ხარს ძალიან აქტიურად სხვა ფორმებით დაუჭერს ყველა ჩვენი საერთაშორისო მეგობარი და პარტნიორი, არ მინდა ვიფიქრო, რომ არა აქვს დაწონილი თუ რა ჯგუფები იქნება თამოყრილი იმ მაგიდის გარშემო რომელზეც მოგვიწევს ერთად საუბარი. სააკაშვილის განცხადება გავრცელდა ნიკა, მოდი თქვენთან ერთად მაყურებელს წავუკითხავ. ვუყურე პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას. პირველად მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლისგან სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება. ჩემი ციხის საკნიდან მივესალმები დიალოგის შეთავაზებას. და შემდეგ გრძელდება, რომ გათავისუფლების და წისვლის მთავარი გასაღები თანმიმდევრულდა მშვიდობიან სახალხო პროტესტში, ამის პარალელურად კი მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, მოკლედ ასეთია მთავარი გზავნილი სააკაშვილისგან. აი ამ რამდენიმე წუთის წინ დაიდო. რა თქმა უნდა, ძალიან ისეთ რა მე მინდა ჯეროდეს, რომ ხალბატონი აღიარებს ქვეყანაში არის კრიზისი, თანაც მრავალმხრივი კრიზისი. იცით, ამ კრიზისს ჩვენ ვფუთავთ როგორც პოლარიზაციის გამოსავალია, რომ გამოსავლის გზებსაც მოძებნის თქვენ. მე იმედი მაქვს, რომ ნაფიქრი აქვს და მე მჯერა, რომ ნაფიქრი აქვს, ხო? ეხლა ეს არის დიახაც აღიარება ჩვენთვის იმისა, რომ მან დაინახა ქვეყანაში არის მძიმე მზარდი კრიზისი სხვადასხვა მიმართულებით. ეხლა ამას ჩვენ როგორ შევფუთავთ
პოლარიზაციის ხარისხის შემცირების აუცილებლობით თუ სხვადასხვა ფორმულირებით, ეს არის კრიზისი. კრიზისი, რომელსაც თვალე უნდა გავუსწროთ. ეს ერთი. მეორე, მე თან გულწრფელად მინდა თქვენს მაყურებელს ჩემი პოზიცია და მოსაზრება გაუზიარო. მე მჯერა რომ ქალბატონ ზურაბაშვილს ასევე ნაფიქრი აქვს მის შესაძლებლობებზეც და ასევე მის როლზეც. ეხლა შეუძლებელია ჩვენ მოგწონს მოგვეწონება არ მოგვეწონება არასოდეს ხო? ფაქტია რომ იგი არის საპრეზიდენტო სასახლეში და იგი ასევე ფიქრობს თუ რა სახელით შემორჩება ქართული ისტორია შეუძლებელია თქვენც რო ყოფილიყავით მის ადგილზე მე ვყოფილიყავ ამას აუცილებლად ბევრჯერ და მრავალჯერ იფიქრებდა თუ რა კვალს რომ ამის ვადის დასრულების შემდეგ არ ფიქრობს რა კვალს დატოვებდა და თანაც ნუ ეხა პოლიტიკოსი ხა ამბიციური ამაში არაფერს ცუდი არ არსებობს და ეს ყველაფერი თუ 100 არის აქ შეიძლება მცირე შანსი დაინახო მაგრამ თქვენ გაქვთ ნათქვამი რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობებში ან სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არანაირ შერიგებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. სალომე ზურაბიშვილმა თქვა რომ უნდა იყოს წინაპირობების გარეშე ეს პროცესი. აი აქ როგორ შეიძლება მოხდეს? მე შერიგებაზე სიმართლე არც არასოდეს მისაუბრე და არც ვაპირებ რას ნიშნავს შერიგება ჩვენ ვის ანუ ხო რაღაც პროცესზე რომელი თანხმობისკენ მიმავალ პროცესზე. შერიგება სხვადასხვაგვარად გაიგო სხვადასხვა ადამიანმა ჩემთვის ეს პროცესი შედეგიანი როდის იქნება, როდესაც თუ შევთანხმდებით ძირეულ ფუნდამენტურ პრინციპებზე და საკითხებზე, რაც წერია და საწერია კონსტიტუციაში წერია, ხო? ამაზე თუ კი შევთანხმდებით, ეს იქნება შედეგიანი, როცა სახელმწიფო ასე უნდა იმართებოდეს და არა ისე როგორც იმართება. მაგრამ არსებობს თქვენ ელოდებით სააკაშვილის თავისუფლებას ამ პროცესისგან. სააკაშვილის თავისუფლებას ველოდებით, არა მარტო მე ველოდები, ხო? არა, ამ პროცესისგან, იმიტომ რომ მას აქვს ეს ბერკეტი ხელთ, რაც სხვათა შორის მას ძალასაც ანიჭებს ამ პროცესში. მე სწორედ ეს ვიგულისხმე და არ მომეცე შესაძლებლობა რომ გამეშალა ის რაც ვიგულისხმე რამდენიმე ფაქტორის თანხმედრა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეხლა მოლოდინი იმისა რომ 2 და 3 და 4 დღეში და 1 კვირაში მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ხო? ეხლა რა დიალოგშიც არ უნდა შევდიოდეთ, რამდენადაც პერსპექტიული არ უნდა იყოს ეს დიალოგი, ხო? ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ხო? მაგრამ ეხლა გვერდს რო ვერა და არაუვლით იქ სადაც ეხლა მე ვიქნები და ჩემი მეგობარი წარმომადგენელი, ესეც ხადზე უცხადესია. თანაც ასევე სულიად გულახდილად ეხლა იყო ადამიანთან ინტერაქციაში სხვადასხვა ფორმატში და ვარქვათ ამას აი ეს ფორმატი რომელიც წამოიწყო ხალბატონმა ზურაბიშვილმა იმედი მაქვს ბომბე კვირას ჩაინიშნა უკვე პირველი შეხვედრა და იცოდე რა თქმა უნდა აუცილებლად რომელსაც იცი რომ აქვს ბერკეტი ხელთ რომელსაც მართლაც ძალიან მოკლე ვადაში ძალუց ბერკეტს ძალუც რა მოდი თქვათ ძალუც რომ აი ეს პოლარიზაციის ხარისხი რაზეც თავად საუბრობს ხო მე ხო არ მისაუბრებ მე ბევრჯერ მისაუბრებ ხალბატონი სალომე საუბრობდა ნიშნულად შეამციროს ბუნებრივად წამოიჭრება ეს საკითხი ჩემსგანაც და არა მხოლოდ ჩემსგანაც და მე დარწმუნებული ვარ ამ ქვეყანაში ხომ ისეთი ადამიანები ცხოვრობენ რომლებიც შეიძლება გააღიზიანოს ამან მე არ გამაღიზიანებს ნამდვილად მაგრამ ასეთებიც ხომ ცხოვრობენ შეწყალებამ კი ასეთებიც ხომ თვალს ვერ მოვხუჭავთ რომ ასეთებიც არსებობენ და თავისუფალი ვარ მე და არ ვაღაზიანებ ბევრ ადამიანს ჩემი არსებობით ეხლა ესე მოგვიწევ ჩვენ თანაცხოვრება თქვენც ალბათ შეიძლება თქვენ არა მაგრამ გაღიზიანებთ ვინმე გაღიზიანებთ ეხლა დემოკრატიული პროცესი და სახელმწიფოს შენობამ ამას გულისხმობს რომ არ არის აუცილებელი რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს და თუ ერთხელ ხა შერიგება ანუ არა თანხმობა არ ნიშნავს იმას რომ მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირდა ხელი ჩაკიდებულება უნდა ვიაროთ ხო მაგრამ რას ნიშნავს ეხა პოლარიზაციას გამოიწვევს პოლარიზაციის ზრდას გამოიწვევს რა რომ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანის თავისუფლება ნიშნავს პოლარიზაციის ზრდას არა რა თქმა უნდა ეს არასწორია ასეთი შეფასების მიცემა თუ კი რამე პოლარიზაციას იწვევს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ყველამ შევეგუოთ და ეს ხა ალფა და ომეგა თუ არ არის უმნიშვნელოვანესია საწყისივე ეტაპზე გადაწყვეტს როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულება არ ვიცი ზვითდება და მე ნუ რამდენ პოლიტიკურ ლიდერს იცნობთ ბევრს ვერ ჩამომითვლით ვის წინააღმდეგათაც დენა არ მიმდინარეობს კარგი დავარქვათ სისხლის სამართლებრივი დევნა. აი დავანებოთ არ ვიტყვი პოლიტიკური ძალიან ბევრი ხო
გიორგი ახარია, ხო? ნუ კიდევ არ ვიცი, ძალიან ბევრი წინააღმდეგ მიმდინარეობს. მათ შორის მედია დამფუძნებლები და მენეჯერები და ასე შემდეგ. საზოგადოებრივ აქტიური ადამიანების წინააღმდეგ ხო შემთხვევით არ ხდება და აგერ ძალიან ახლოს არიან მიზანთან ბადრისა და მამუკასა და ბატონი ავთოს თან დაკავშირებითაც, ხო? და ხელებს იშვნეტენ, რომ დამატებით 3 პოლიტიკური პატიმარი გყავდეს. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალი აი ამ ფორმატში ჩემის მხრიდან შეთავაზებული ამის გარეშე პირველი კარები თუ არ გახსენით მეორე ოთახში ვერ შეხვალ ანუ შეუძლებელია და მიხეილ სააკაშვილი სხვა პოლიტიკური პატიმრები რომელ ოთახშია მიხეილ სააკაშვილი აი თქვენი გრადაციით ერთი კარები თუ ვერ გახსენი მეორეში ვერ შეხვალ პირველ კარებში მე ვიგულისხმე პირველი კარებში ვიგულისხმე პოლიტიკური მართლმსაჯულება კი ბატონო ნიკა მინდა რომ მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არის ის მხოლოდ რაზეც თუნდაც თავად ხალბატონმა ზურაბიშვილმა ისაუბრა რაზეც ჩვენ ვსაუბროთ და რაზეც ვერ ვსაუბროთ და რისი ბრალიც არის ნამდვილად პოლარიზება არის ბრალეულობა პოლარიზებაში არის რომ ჩვენ ვერ ვსაუბროთ თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანუ ოკუპაცია ამას მიაქვს მთელი ვთქვათ საინფორმაციო ველი ოკუპაციას გადარჩენილ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები და საქართველოს მოქალაქეები მათ შორის პირდაპირ ეთერებშიც ვერ საუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზე ეს ხო ფაქტია ხო მარტო აქ ჩანს რამდენად აწმობს ხელისუფლებას რომ პოლარიზება იზრდებოდეს მაგრამ მე ვისურვებდი რომ ქალბატონ ზურაბიშვილი დიალოგის პროცესში რომელიც ეროვნული თანხმობისკენ მიდის თან საპროტესტო მოძრაობა რომელზეც სააკაშვილიც საუბრობს თქვენს გაქვთ დაგეგმილი 21-ში აქცია თან პარლამენტში ყოფნა თან ბოიკოტში ყოფნა რამდენად თანმიმდევრული ხარ თქვენ აი რისი მიღწევა გინდათ დღეს თქვენ ნიკა მელიას ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის ლიდერს რისი მიღწევა მინდა და რისთვისაც ვიბრძვით ამ წლების განმავლობაში შეგნებულად მთელი არსებით. ვიბრძვით მართლაც თავისუფლებისთვის, რაც არ უნდა ახლა აი ეს ფრაზა რო ვთქვი, შეიძლება ეხამუშოს არც ისე ცოტა ადამიანს, ხო? და დავამატებდი, რაც არ უნდა ეხამუშოს ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელსაც არ ჯერა, რასაც ვამბობთ რომ მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ თავისუფლებისთვის კი არ იბრძვის, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავისუფლებისთვის კი არ იბრძვის მხოლოდ. ეხლა ხალბატონმა ზურაბიშვილმა თავად აღიარა, ხო? აღიარა და ძალიან მტკივნეულია, ხა ჩემი ბავშვი ძალიან პატარა არის იმისათვის, რომ ნერვიულობდა და მეშინოდეს, ეხლა ქვეყნიდან წასვლას მოუთხოს თუ არა, ხო? ჯერ 7 წელსაც არ არის. ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან. გარბინდა, რატომ უნდა დარჩენ რო? აი მითხეთ, რა მე რო ეხლა 17 წელს ვიყო 18 წელს, რატომ უნდა დავჭე აქ? ვიდრე გიგეთ, რა უნდა დავჭე? აი მითხეთ ერთი. რა ვიცი, ჩემი შვილებს ვთი აქ და გავიგე, მაგრამ ოდესაც არა, ხედავ საკუთარი უნარებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას თუ კი ხედავ სხვაგან და ამის შანს მოიპოვებ, ეხლა ვერ თქვენ მასობრივად განიდინი, მასობრივად გადის, ხო, ახალგაზრდობა, მასობრივად გადის. აქედან წარმოიშვება მერე პრობლემა მათ შორის პოლიტიკურ პროცესში სადარიან ახალგაზრდები და ახალგაზრდები მართლაც თავქოთ მოგლეჯილები ან გარბიან ან ემზადებიან. დაგაბრუნო მინდა რა რისი მიღწევა თქვენ როგორც ლიდერს აი 21-ში მაგალითად ისთვის ეძახით მომხრეებს. ჩემი ამოცანა ნამდვილად დღიდან პოლიტიკურ პროცესში. თქვენს დაბადების დღეზე თუ მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეზე. ხო, ეხლა იქ ერთ დღეს არიან დაბადებულები სხვათა შორის. და იცით რა არის? დღიდან პოლიტიკურ 2014 წლიდან ვარ მეტნაკლებად აქტიური. ირაკლი ალასანიას პროდიუსერმა და მეტნაკლებად აქტიურად ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესში 2014 წლიდან. პოლარიზაციის ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო. შევთანხმდით ამას. ყოველთვის მაღალი იყო. ამის ნაკლებობას არასოდეს არ განვისდით. მე რაც ამ პროცესში ვარ ჩართული პირველივე დღიდან ოლიგარქიული წესწყობილება და გრძნობრო სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ და წლიდან წლამდე ეს ვითარება უარესდება. მე მინდა რომ ქვეყანას ჰქონდეს დასავლური ევროპული მომავალი და თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრობდეს ჩემი შვილი. ამისთვის ვიბრძვით, არა, არის შენი ამოცანაო, ხო? ეს არის მეგობრებო თქვენი ამოცანა და ჩემი ამოცანაც. იქ სადაც ინსტიტუციური შესაძლებლობა და მექანიზმი იარსებებს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელისუფლება შეიცვალოს.
ამიტომ მოიგონა ხო ადამიანმა არჩევნები როგორც მექანიზმი გლობალური, ეხლა კონკრეტული ეს თქვა ჩვენ ამიტომ მოვიფიქრეთ ამიტომ მოიფიქრა საოპერაციო მიზნები წინამდე შემთხვევაში მართ ახლა საუკუნის დასაწყისში ჩატარდებოდა ერთხელ არჩევნები და ვინც კი გაიმარჯვებდა საუკუნის დასაწყისში საუკუნის ბოლომდე იქნებოდა ამიტომ ეს მექანიზმი ახლა არ არსებობს არჩევითობა როგორც ასეთი გაუქმებულია ამ ყველაფრის მოპოვებისთვისაც ვიბრძვით ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის 21 აი თავარი რა იქნება 21-ში რასაც ეთქვით თქვენ არა ხო რა 21-ში რასაც ვიტყვით 21-ში ვიტყვით ხო მაგრამ 21 ისევე როგორც წინა დღეები ისევე როგორც მომდენო დღეები ის რაზეც მე ხა სულ ზემოთ ვისაუბრე ამ მიზნების და ამოცანების შესრულებას ემსახურება. თან შერიგების პროცესში, თან პროტესტში. მე არ დავარქვევ ამ შერიგების თან პროცესში. დავინახეთ ბატონი კობახიძე. თანხმობის პროცესი არ ვიცი, აი დიალოგის დაწყების პროცესი. გამოსული არ იყო ბატონი კობახიძე, რა თქმა უნდა, პროგნოზირებადი იყო. ნუ იგივე ადგილზე იყო გესლიც და ბოღმას და ასე შემდეგ, ხო, კასაგებია. და ჩვენ ვიცით მისი პოზიცია, მან იცის ჩვენი პოზიცია. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალბატონი ზურაბიშვილის პოზიცია. რახან მან ეს პროცესი წამოიწყო და ითავა, მისასალმებელია. ეხლა ეს პროცესი უშედეგოდ თუ კი დამთავრდა და თავშივე გამოჩნდება, რამდენად აქვს რესურსი ამ ფორმატს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი უახლოესი მომავლისთვის. ჩვენ ქვეყანაში ატყოს ეს ვერანაირად ვერ გამოასწორებს კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია მოხდება პროცესებისა, იმიტომ რომ მეწმუნეთ, ოდესაც თუნდაც იოტისოდენა, ასე თქვათ, შესაძლებლობების ფანჯარას განახებენ და გეტყვიან, რომ აი აქ თუ მოხვალ, აი შეიძლება რაღაცა გამოვადნოთ და იქ რეალურ ხელშესახებს ვერაფერს ვერ მიაღწევ. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პოლარიზაციის ხარისხი არათუ არ შემცირდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება. რასაც ხელს უწყობს ოლიგარქი და პოლიტიკური ძალიან დიდი მადლობა.